პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილი იძახდა, რომ ბაჩო ახალაია არის რეფორმატორი, ყველაზე კარგი და ყველაზე ეფექტური მინისტრი და აღმოჩნდა, რომ ბაჩო ახალაია არის სადისტი და დამნაშავე, მე ვთვლი, რომ პრეზიდენტიც არის სადისტი და დამნაშავე და მანაც უნდა აგოს პასუხი. გადადგომა არაფერს არ ნიშნავს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უწყება ზედამხედველია თუ როგორ სრულდება კანონი ყველა უწყებაში და მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში. ყველა უნდა წარს დგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ გვახსოვს გერგულიანის მკვლელობის მერე რომ გადააყენეს ერთ-ერთი ძმა ახალაია, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ მკვლელობის განხორციელებაში, მაგრამ რეალურად ის მაინც დარჩა ამ უწყებაში და ხელმძღვანელობდა და კიდევ უფრო ხვეწავდა ამ ზეწოლის სისტემას. ასე რომ ვეღარ მოატყუებს სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას. სისხლის სამართლის პასუხისმგება უნდა დადგეს ბაჩო ახალაიასი, დათა ახალაიასი, კიდევ ერთხელ ვიტყვი ზურაბ ადეიშვილის და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის. მას ეკისრება ყველაფერზე პასუხისმგებლობა.